აგზელებთ ილუსტრატორის კურსს, სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, მანამ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ, მოგწეროთ კომენტარებში თქვენი შეკითხვები, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. ასევე შეგახსენებთ, რომ კურსში გამოყენებულ ყველა ფაილს გადმოგიგზავნით, თუ კი კომენტარებში მოგწერთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართს, ანუ ლინკს მოგწერთ, ან პირდაპირ ფაილს გამოგიგზავნით, რომ შეძლოთ უფრო კარგად იმეცადინოთ, ისწავლოთ და ივარჯიშოთ ილუსტრატორში და გრაფიკულ დიზაინში. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ თემაზე, ფიგურების ხატვის რეჟიმი. სანამ დავიწყებთ ფიგურების ხატვას, უნდა გავიცნოთ ხატვის რამდენიმე ხელმისაწვდომი რეჟიმი, გამოსახულება რომ უფრო ეფექტური გამოვიდეს. მოცემულ გაკვეთილში მე გაგაცნობთ ხატვის რამდენიმე რეჟიმს და გაჩვენებთ, როგორ დაგეხმარებათ ისინი გამოსახულების შექმნაში, გამოსახულების რიგითობისა და ხედის შეცვლით. ჯერ გავადიდოთ ორი წრე, რომელიც მოცემულია ჩვენს ნამუშევარში. საუბარია ამ ორ წრეზე. ხედავთ, აქ ორი ესეთი წრე გვაქვს წარმოდგენილი. ჩვენ მასთან ვიმუშავებთ მოცემულ სავარჯიშოში. ილუსტრატორში ყველაფერი რიგითობით არის მოწყობილი. ახალი დახატული ობიექტები ზემოდან ედება მანამდე დახატულ ობიექტებს. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში მარჯვენა წრე მარცხენა წრეზეა გადადებული. თუ კი დავაკვირდებით და ეს წრე ზემოდან ადებს მარცხენა წრეს. მაგრამ ილუსტრატორში მოცემულია ხატვის რეჟიმები, რომლებიც გვეხმარება შევცვალოთ ხატვის მეთოდი. ხელსაწყოების პანელზე განლაგებულია ქვედა ნაწილში 3 ღილაკი, რომლებიც ხატვის დროს ობიექტების განლაგების რიგითობაზეა პასუხისმგებელი. საუბარია ამ 3 ღილაკზე. ხედავთ, აქ 3 ღილაკია წარმოდგენილი. მათზე კურსორის მიტანისას გამოტანილი იქნება ხელსაწყოს სახელი და კლავიატურული კომბინაცია. იმისათვის, რომ გადავთოთ ხატვის რეჟიმი, შეგიძლიათ აკრიფოთ კლავიატურული კომბინაცია Shift-D. მიუთითებად აქტიურია მხოლოდ ორი რეჟიმი, Normal და Draw Behind. Normally არის default-ად ჩართული, ან მიუთითებად, ხოლო Draw Behind შეგვიძლია ჩავთოთ. ანუ დავხატოთ უკან. თუ არჩეულია რეჟიმი Normal, თქვენ უბრალოდ ხატავთ ახალ ფიგურებს, რომლებიც პირველ რიგში ჩადგებიან რიგითობით. ანუ გადადებული იქნება მანამდე დახატულ ობიექტზე. მაგრამ თუ კი არჩეულია Draw Behind, თქვენ ცვლით რიგითობას და ახალი დახატული ფიგურები ავტომატურად დგება ან გამოყოფილი ფიგურები არსებული ფიგურის უკან. ან ყველა ფიგურის უკან თუ არც ერთი ფიგურა არ არის გამოყოფილი. მაგალითად, თუ არ გამოვყავი არც ერთი ფიგურა და ავიღე მაგალითად ვარსკვლავი, ვარსკვლავი ავიღოთ და დავხატე, როგორც დავინახავთ, ის ნორმალის შემთხვევაში ყველა ზემოდან იქნება განლაგებული. მაგრამ თუ კი ავირჩიე Draw Behind და დავხატე ვარსკვლავი, დავინახავთ, თუ კი ავიღებ Select, რომ ყველა ობიექტის უკან აღმოჩნდა. თუმცა, თუ კი ჩართული მაქვს Draw Behind და ამავდროულად გამოყოფილი მაქვს, მაგალითად ეს ობიექტი, ანუ მინდა რომ ამის უკან განლაგდეს კონკრეტულად და დავხატავ ვარსკვლავს, დავინახავთ, რომ ის განლაგებული იქნება უშუალოდ ამ ობიექტის უკან. ანუ თუ კი აქ მივიტან, დავინახავთ, რომ წრის ამ მარცხენა წრის თავზე ზის. იმიტომ რომ მე გამოყოფილი მქონდა კონკრეტული ობიექტი, რომლის უკანაც მინდოდა ყოფილიყო ახალი ობიექტი განლაგებული. ბოლო მესამე რეჟიმია Draw Inside, ეს რეჟიმი. ის საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ გამოსახულება გამოსახულებაში. გამოსახულების გამოყოფით და მასში ჩახატვით ახალ ჩანახატს ამაგრებთ გამოყოფილ ობიექტზე. მაგალითად, გამოვყავი ობიექტი, ავირჩიე Draw Inside, ხელთვისტი კვადრატი გამოჩნდა, ამის შემდეგ ავიღე ვარსკვლავი და ჩავხატე მასში. ცოტა გამომივიდა ჩანახატი, მოდით Shift დავაწვევი, აქ ჩავხატე. და რეალურად რა მივიღე ამით? აგიხსნით ახლა რას გულისხმობ. გამოვყავი ხელსაწყობი Selection ერთ-ერთი წრე, შემდეგ ავკრიფე კლავიატურული კომბინაცია Shift-D, ან გადმოვერთე, აქედან Draw Inside-ზე, მესამე რეჟიმზე, ასე მე გადავერთე Draw Inside-ში. გადათვის შემდეგ ჩვენ დავინახავთ ჩარჩოს ფიგურის გარშემო. გამოვყოთ ზემოთ მოცემული ვარსკვლავის ფიგურა, დავაკოპიროთ კლავიატურით, მაგალითად, აქ გვაქვს ზემოთ ვარსკვლავი, წარმოდგენილი. აქ, ხედავთ ამ ვარსკვლავს, აქ
ან დავხატე ახალი, არ არის ასეთი პრობლემა, როგორც აქ დავაკეთე და ჩავსვი Ctrl-C. ისევ გამოვყავი ჩვენი წრე, რომელიც გადავხდეთ რეჟიმში Draw Inside, ავკრიფეთ კლავიატურული კომბინაცია Ctrl-V, ჩასმა ან CMD. მაგალითად, მოდით ესეც გავაკეთოთ. ჯერ ამას გაჩვენებთ, ეს რომ დავხატე, თუ კი მე ობიექტს მოვკიდებ, ხედავთ რომ ის ერთი მთლიანი ობიექტია თავის ვარსკვლავიანად. ანუ ჩასმულია, მიმაგრებულია მასში. ანუ ის ცალკე არ არის ასე ვთქვათ. გავაუქმოთ ახლა ეს. გადავიდეთ, აი აქ გამოვყოთ მაგალითად აი ეს ვარსკვლავი, Command C ან Ctrl-C დავაკოპიროთ. ამის შემდეგ გამოვყავი წრე და ჩავსვი V-ით, ანუ Ctrl-V ან Command-V. რის შემდეგაც დავინახავთ, რომ ის ერთი მთლიანი ობიექტია. საინტერესო ის არის, რომ ჩახატვის პროცესში, როდესაც ჩახატვას ვაკეთებ, ობიექტი თუ გადაცდა გარე ობიექტს, მაინც გადაცდენილი იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმაგრებული არ არის ამ ობიექტთან. მაგრამ თუ ობიექტი გარეთ დავხატე, მაგალითად იგივე ვარსკვლავი ვავიღოთ ახლა, აი აქ, თქვა დავხატე აქ ვარსკვლავი, აი ესე, ავიღე შემდეგ, დავაკოპირე ეს ვარსკვლავი, გამოვყავი შემდეგ წრე რეჟიმზე Draw Inside არის საუბარი, ჩავსვი და რამდენადაც არ უნდა გავადიდო მე ის წრე და ვინახავთ რომ კონკრეტულად ამ ობიექტს ეკუთვნის უკვე ამ ობიექტშია განლაგებული. აი ეს არის მესამე რეჟიმი. თუ გადავერთებით რეჟიმში normal, ჩვეულებრივი, ჩარჩო გახდება ის კვადრატი ჩარჩო, რომელიც ეხლა მქონდა, ნუ ეს გამოვყავთ და გაჩვენებთ. აი აქ თუ კი თქვათ მე გადავერთე გადავიღოთ აი აქ, ავირჩიე, ნუ ხედავთ აი ამ ჩარჩოსია საუბარი, თუ გადავერთები ნორმალში ის გაქრება და თუ გადავალ იზოლაციაში, ნუ ასე ორჯერ წკაპით დავინახავთ, რომ ვარსკვლავი ნამდვილად დახატულია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის რომ ის ეკუთვნის აი ამ ობიექტს, ამ ობიექტის გარეთ აღარ გავა. ხატვის რეჟიმების გამოყენება მნიშვნელოვანი ნაწილია ფიგურების ხატვის დროს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები შეგვიძლია შევქმნათ ამ რეჟიმების გამოყენებით.